Გამოშვებას ისრაელში არსებული ვითარებით განვაგრძობთ. ქვეყნის შეიარაღებული ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციას განაგრძობენ. ისრაელზე თავდასხმას არ წყვეტს ჰამასის რადიკალური დაჯგუფებაც. ამ ფონზე ომანში შეიძლება ერთმანეთს ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ. ორივე დიპლომატი ქალაქ მასკატში ჯოზეფ ბორელმა მიიწვია. უცნობია ჩავლენ თუ არა ბორელის მიწვევაზე ისრაელისა და პალესტინის წარმომადგენლები. რა ვითარება ახლა ისრაელში? მიმდინარე მოვლენებს თამთა რუხაძე აკვირდება დეტალებით მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. თამთა გისმენთ. ვასილ, დღეს ამ ომის მეოთხე დღეა. ისრაელი ღაზის მიმართულებით სარაკეტო იერიშებს ახორციელებს. სარაკეტო იერიშები ხორციელდება ისრაელის ქალაქებშიც. რამდენიმე საათის წინ ასეთი იერიში განხორციელდა ისრაელის ქალაქ აშკელონზე, ასევე ბეერშევაზე. სირენები ჩაირთო თელ-ავივშიც. ისრაელი ამბობს, რომ სრულად აკონტროლებს ახლა ღაზის საზღვარს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის გასწვრივ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაიწყო. ადგილზე 35 ბატალიონია განლაგებული. ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ ხშირი იყო ვარაუდი, რომ ისრაელმა შესაძლოა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. ეს ჯერ ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, თუმცა თუ გავიხსენებთ ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას, მან თქვა, რომ ღაზაზე იერიშები მხოლოდ დასაწყისია. ბოლო მონაცემებით ისრაელში დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი, 2000-ზე მეტი დაშავებულია. ღაზას რაც შეეხება, იქ მსხვერპლის რიცხვი უკვე 700-ს აჭარბებს, დაშავებულია 2000 ადამიანი. ჩვენ საერთაშორისო სააგენტო როიტერი გვაწვდის ვიდეო მასალას იქ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ორივე მხარეს მყოფი ადამიანების რეალობა ღაზის ტერიტორიაზე. დღეს ჟურნალისტები დაკრძალეს. ბოლო მონაცემებით ოპერაციის დაწყებიდან დღემდე იქ 6 ჟურნალისტი დაიღუპა. ჩემი მშობლები უსაფრთხო სახლში იყვნენ, მაგრამ პანიკაში არიან. ისტერიულად გვეძახდნენ. როგორც ახლა ხედავთ, ეს ყველაფერი დაანგრეულია. ვფიქრობ, ადამიანები ფსიქოლოგიურად ზიანდებიან და ეს არის ნაწიბური, რომელიც არასდროს ქრება. დღემდე არაერთი კოლეგა დავკარგეთ და ძალიან მტკივნეული იყო. ყველაფერი, რაც ჟურნალისტებს ემართებათ, ძალიან რთულია. ჩვენ გაჭედილი ვართ ჩვენს გრძნობებსა და ობიექტურობას შორის მუშაობაში. ძალიან რთულია ნეიტრალური იყო იმ ინციდენტების დროს, რაც ხდება. ზოგადად ძალიან მტკივნეული მდგომარეობა. ჟურნალისტებისთვის რთული და სრულიადაც არაა უსაფრთხო. რა თქმა უნდა, ეს თემა ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ამერიკაში თქვეს, რომ ჰამას ამ ოპერაციის განხორციელებაში ირანი ეხმარებოდა. ვაშინგტონში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ასეა, რადგან ირანი მუდმივად უჭერს მხარს ჰამას. ამერიკელებს უპასუხეს თეირანიდან ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეი კმაყოფილია იმით, რაც ჰამასმა გააკეთა, თუმცა ამბობს, რომ ამის უკან ირანი არ დგას. განცხადებები გააკეთა ევროპაში. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი ამბობენ, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს დაიცვას თავი და საკუთარი მოქალაქეები. ცოტა ხნის წინ ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც კრემლში ერაყის პრემიერი მიიღო. პუტინმა თქვა, რომ ის რაც ისრაელს და ღაზის სექტორში ხდება, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკა წარუმატებელია. პუტინმა ორივე მხარეს მოუწოდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზარალი მინიმუმამდე დაიყვანონ. თურქეთის პრეზიდენტი კი მხარეებს შუამავლობას თავაზობს. რაც შეეხება ევროკავშირს, ჯოზეფ ბორელმა კი ისრაელის და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები მასკატში გასამართ შეხვედრაზე მიიწვია. ჩვენ ჯერ არ ვიცით დათანხმდებიან თუ არა მხარეები ამ შეთავაზებას. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ლიდერების განცხადებები. უკრაინული კრიზისიც გრძელდება და სამწუხაროდ ვხედავთ სიტუაციის მკვეთრ ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში. ვფიქრობ, ბევრი დამეთანხმება, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ჩავარდნის თვალსაჩინო მაგალითი. ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა კონფლიქტის დარეგულირების მონოპოლიზაციას, მაგრამ სამწუხაროდ არ ადარდებს ისეთი კომპრომისების პოვნა, რომლებიც ორივე მხარისთვის იქნებოდა მისაღები. პირიქით, ცდილობდა წინ წაეწია ის საკუთარი წარმოდგენები, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და თან ზეწოლას ახდენდა ორივე მხარეზე. მინდა განვაცხადო, რომ თურქეთი მზადაა ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის, მათ შორის პატიმრების გაცვლისთვის, თუ მხარეები ამას მოითხოვენ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დიპლომატიური კონტაქტების გაძლიერებას, რომელსაც ვინარჩუნებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და კიდევ უფრო გავაძლიერეთ ბოლო 3 დღის განმავლობაში. ღაზის განადგურება საჰაერო და სახმელეთო შეტევებით, მეჩეთების დაბომბვა და უდანაშაულო ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მოკლა არასოდეს არის მისაღები. რეგიონში არსებული პრობლემები ვერ გადაიჭრება პალესტინელი ხალხის მუდმივი შევიწროებით, მათი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უგულებელყოფით, მათი სახლებისა და მიწების მიტაცებით, მათი ინფრასტრუქტურის განადგურებითა და მათი განვითარების შეფერხებით.
რაც შეეხება პალესტინის მოსახლეობის დახმარებას, ჩვენ არ ვემხრობით იმ დახმარების შეჩერებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს პალესტინის მოსახლეობას. ჩვენ თვითონ დავაწესეთ პროცედურები, რათა დავწმუნდეთ, რომ ეს დახმარება არ აფინანსებს ჰამას. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ირანის თავდასხმაში უშუალო მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან ფორმალური დასაბუთება არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, რომ ირანის ხელისუფლების საჯარო კომენტარები მიუღებელია და ასევე სავარაუდოა, რომ ჰამას ეხმარებოდნენ. მე სიფრთხილეს გამოვიჩენ ამ ეტაპზე, ვიდრე სადაზვერვო მონაცემები არ გვექნება. ჩვენ ცხადია მოვალეობა გვაქვს ყველაფერს ყურადღებით დავაკვირდეთ და სწორედ ამას ვაკეთებთ. ერთის მხრივ ეს ეხება ჰუმანიტარულ დახმარებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შორს არიან განვითარებული მოვლენებისგან, სადაც ხალხს ეხმარებიან, რათა მათ ჰქონდეთ საჭმელი და წყალი. ამავდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არაფერი რაც ხდება მხარს არ უჭერს რაიმე სახის სტრუქტურას, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმთან. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა ყურადღებით დავაკვირდეთ ყოველ ჯერზე, როცა ასეთი მოვლენები ხდება. ადგილზე არსებულ ვითარებას რა დავუბრუნდეთ ის რთული მძიმე ვითარება. იქ ჰამასი აშკელონის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ დატოვონ ქალაქი, ისრაელი კი ღაზაში მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებს, რომ ვიდრე ამის საშუალება აქვთ დატოვონ ტერიტორია. ეს განცხადებები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. გარდა ამისა, არის მძევლების ფაქტორი 7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში ჰამასის მებრძოლებმა ისრაელიდან ადამიანების გატაცება დაიწყეს. ისრაელის მთავრობის მონაცემებით გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი. თელავიზიაში ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მძევლების შვიდობით დაბრუნებისთვის. ჰამასი კი ამბობს, რომ ომის დასრულებამდე ისრაელთან მძევლების საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას და წელი რეპორტაჟით 21 საათზე დაგიბრუნდებით. მადლობა, ეს თამთა რუხაძე იყო.